კოლეგებო, მოგესალმებით, კვორუმი არის, შეგვიძლია დავიწყოთ ბიუროს ხდომა. კოლეგებო, შეგვიძლია დავიწყოთ ბიუროს ქალბატონო მარიამ, დავიწყოთ ბიუროს ხდომა. რაც შეეხება მიმდინარე სასიო კვირას, მოკლედ გეტყვით განრიგი რა გვაქვს და ძირითადი შინაარსი. ჩვენ ხვალ 17 თებერვალს გვექნება პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება 12 საათზე, როგორც იცით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად პრეზიდენტის მოხსენების პლენარული ხდომის დღეს სხვა საკითხები არ განიხილება, ამიტომ ხვალ ერთადერთი საკითხი იქნება საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება 12 საათს. ხვალინდელ დღეს რაც შეეხება 4 შაბათს, გვაქვს 2 ინტერპელაცია, მათ შორის პირველი გახლავთ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინტერპელაცია, ფრაქცია ქართულმა ოცნებამ მიმართა ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე 12 საათზე გვექნება პრემიერ-მინისტრის ინტერპელაცია. გარდა ამისა, ფრაქცია საქართველოსთვის ინტერპელაციის წესით მიმართა რეგიონული განვითარების მინისტრს ბატონ კახაბერ-გულედანს და პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის შემდეგ იქნება ბატონ კახას რეგიონული განვითარების მინისტრის ინტერპელაცია. გარდა ამისა გვაქვს კანონპროექტები განსახილველი, დაჩქარებული კანონპროექტები მიმდინარე კვირას არ გვაქვს, შესაბამისად ვარაუდობ, რომ ჩვენ 4 შაბათს შევძლებთ, რომ 2 ინტერპელაციაც გავიაროთ და კანონპროექტები გქონდეს კენჭისყრები და ვარაუდობ, რომ 5 შაბათი პარასკევი შესაბამისად უკვე საჭირო არ გვექნება პლენარული ხდომისთვის. ასე რომ თუკი ოპტიმალურად დავიგეგმებით, 3 შაბათი, 4 შაბათი იქნება პლენარული ხდომების დღეები, 5 შაბათი პარასკევი აღარ იქნება საჭირო, თუმცა შევხედოთ როგორ იქნება განხილვები. კიდევ ერთხელ, ესე იგი, ხვალ 12 საათზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება, 4 შაბათს 12 საათზე პრემიერ-მინისტრის ინტერპელაცია, ვარაუდობ სადღაც 2 საათის შემდეგ უკვე დაიწყება მინისტრის, რეგიონული განვითარების მინისტრის ინტერპელაცია და შემდეგ გვექნება კანონპროექტების განხილვები და 4 შაბათის დღის ბოლოს ერთი კენჭისყრა. რაც შეეხება ხა დღის წესრიგის საკითხს უკვე რომ მივყვე რიგითობით, მოგახსენეთ უკვე ყოველწლიური მოხსენებასთან ინტერპელაციებთან დაკავშირებით. იურიდიული დახმარების შესახებ კანონის შეცვლილების პაკეტი გვექნება მეორე მოსმენით, პროდუქტების უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შეცვლილება პაკეტი მეორე მოსმენით, ოფიციალური სტატისტიკის შესახებ კანონის ცვლილება მეორე მოსმენით, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის ცვლილების პაკეტი პირველი მოსმენით, ვაზისა და ღვინის შესახებ კანონის ცვლილება პირველი მოსმენით, ფაქტორინგის შესახებ კანონის პაკეტი პირველი მოსმენით და ეს არის განსახილველი საკითხები. რაც შეეხება ახალ ინიციატივებს, გვაქვს კანონის პროექტი სააქციო საზოგადოების საქართველოს განვითარების ფონდის კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის. კი ბატონო, რაც შეეხება საორგანიზაციო, აქვე ვიტყვი ბარემ ვინაიდან განხილვები იყო დღეს კანონპროექტების და 4 შაბათის ბიუროზე შევიტან დღის წესრიგში, მათ შორის გრანტებთან დაკავშირებულ პაკეტს და სხვა საკითხებს, რომელიც დღეს იყო განხილული კომიტეტებზე, ამიტომ ჯერჯერობით არ არის ასახული, 4 შაბათს დილით აისახება პლენარული ხდომის დღის წესრიგში. საორგანიზაციო საკითხებს რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს განვითარების და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაიაბითაცის მომართვა კანონპროექტის კოლხეთის დაცული ტერიტორიების შესახებ კანონპროექტის განხილვის 90 დღის გაგრძელებასთან დაკავშირებით, ასევე შემდეგიც გახლავთ იმავე კომიტეტის მომართვა კანონის დაცვის შესახებ კანონის საკითხის ორი თვით გაგრძელებასთან დაკავშირებით და გთხოვთ თქვენს თანხმობას. მადლობა. შემდეგი გახლავთ საპროცესო საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა ლობისტად რეგისტრაციის შესახებ და აქაც ვთხოვთ მხარდაჭერას კენჭი უნდა უყაროთ ამ საკითხს. მადლობა. ცნობად ვიღებთ პარლამენტის საპროცესო საკითხთა კომიტეტის დადებით დასკვნას 25,000 ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივ
მდგომარეობას. შესაბამისად ეს ინიციატივა დარეგისტრირდება დღეს და მეორე ბიუროზე უკვე მომდევნოზე წარმოგიდგება დასკვნები ინიციატივას. კი ბატონო, ხელმოწერების ნამდვილად დადასტურებული არის, ინიციატივა დარეგისტრირდება, შესაბამისად შემდეგ ბიუროზე უკვე კომიტეტს განსაზღვრავს თუ რომელი კომიტეტი განიხილავს. ასევე ცნობად უნდა მივიღოთ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მომართვა კულტურის კომიტეტის არსებული საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ. სხვა საკითხები თუ არ არის, ჩვენ ხვალ ბიურო არ დაგვჭირდება, ვინაიდან დღეს წესრიგი უკვე განსაზღვრულია, 4 შაბათს დილით გვექნება 12-15 წუთი დააგდება ბიუროს ხდომა, დღევანდელი ბიუროს ხდომა დახურულია.